ბატონი ნათელა არის ამ სოფლის უხუცესი ქალბატონი. 87 წლისაა. აი ყველას მეგობარი, მე მიყვარს როგორც დადა მეგობარი, არ ვიტყვი რომ დეიდა და უფროსი ადამიანი რა თქმა უნდა არის და მაგიტო პატივსცემ, მაგრამ მთელი სოფლის ისტორია, აი ჯორჯ კოვს, რომელზედაც განსაკუთრებული აქცენტი გვაქვს ახლა და რომლის გამოც ეს მუზეუმი ახალი უნდა აშენდეს და სოფელს კეთილდღეობა ექნება შესაბამისად ამ მუზეუმის გამო. აი ქალბატონი ნათელა არის პიროვნება მემატიანე, რომელიც ის გრიგოლ კობახიძის მშობლების ოჯახს, დავით კობახიძის ოჯახს იცნობდა, იცის მისი ბავშვობის ისტორია, ინტერვიუს გააკეთა რამდენჯერმე, მაგრამ გამქორდა და დამეკარგა. აი ეს ქალბატონი არის, რომელიც ზოგადად სოფლის ისტორიასთან დაკავშირებით ვერ საინტერესო რამეს. ნათო თქვენ დროს ხომ მოდიოდა ადრე ასე ტაიმი? არ მახსოვს. არა, ხო? აი თქვენ კარგად გემახსოვრებათ ამ სადაც მუზეუმი გვინდა ამ შენობის ისტორია. ამ შენობის ისტორია? აი დაიწყებ კი, ანუ ამ შენობის ისტორია ასე არის, მოვიდა ჩემისგანმა გაგონი, მე არ მოზეუდა 11 წელში ეს აშენებული. წელი ზუსტად გახსოვს? 11 წელი. გამოდი. ხოდა. ეს არის ამ ისტორია, რომ იმ კაცმა რომ მევიდა და არაფერი არ არსებობდა ჩვენ სოფელში და არაფერი არ იყო, თქვა რომ მაღაზიას აგიშენებთ. ერთი წუთით ბოდიში ისტორიულად არის ცნობილი რომ მისი დედა თურმე ძალიან ხშირად ავადმყოფობდა და იყო წამლების პრობლემა უჭირდა დაგედა. არ შეწეროთ. აფთიაქი არ ყოფილა. აფთიაქი არ ყოფილა. ნუ ასეა ცნობილი რომ აფთიაქი აშენა. არა, აფთიაქი არა. მაგან აშენა მარტო მაღაზია. მეტი არა, აფთიაქი იყო მრავალძარღვა მანწლი, აბუნებრივი ხალხური ეს იმიტომ მაგას რომ მაღაზიის ეშენები აფთიაქი ეს არა. რავი დოკუმენტებში წერია ასეა. არა, დოკუმენტი მე ვიცი. არა, ეს გამოგონებელი არა, ძალიან კარგია, მე რომ სოფლის ცხოვრება არის მაღაზია. ეს არის რეალური. აი, აფთიაქიც იქნებოდა და ყველაფერი და მე კარგად მახსოვს, იყო შერეული მაღაზია, ყველაფერი იყიდებოდა რაც ადამიანს ჭირდება. ამ პატარა სივრცეში. საერთოდ მინდა მიულოცო ამ სოფელს, რომ ასეთი დიდი კაცი ყავდა, რომელმაც სასწაული გააკეთა. ამ სოფელს მთელი საქართველოს ყურადღება ჭირდება და არა მარტო. ჩვენ ამის თაობაზე გუშინ და ვისაუბრეთ დღესაც ვიტყვით. ამიტომ ჩამოვიდა ეს გუნდი, ტელევიზია ქართული ტივი და მეცნიერთა კონგრესი იღებს გარკვეულ პატრონაჟს. დიდი მადლობა ქალბატონ ელენეს, მან თითქმის შემოიარა და გააცოცხლა ეს აზრი და ძალიან კარგია რომ სოფელს ასეთი ღირსეული ქალბატონი ყავს, მისი ოჯახიც ასეა განწყობილი. რეალურად აქ რომ ორი რამ არის საჭირო დღეს გადასაწყვეტი. ერთი კარგი მუზეუმი და მეორე კარგი გზა. სხვა ყველაფერი აქ იმსეთი ბუნებაა, გარემოა ისეთი, რომ თქვენ მერე უკვე მოსვენებას დაკარგავთ იმდენი ვინმე ჩამოვარქეთ საქართველოსა და ქვეყნის გარედან. ჩვენი მიზანიც ეგ არის და ტელევიზია ქართულ ტივის უყურეთ, აგერ მოგეცეთ კიდევაც სად უნდა უყუროთ, ძალიან ბევრი მასალა გაშუქდება და ამ დიდ პიროვნებაზე გრიგოლ კობახიძეზე პასუხისმგებლობას იღებს. აგერ მოვიდა ჩვენთან ერთად პიროვნება, რომელიც ხელოვანია, სახელმწიფო ანსამბლში წევდა 29 წელი ამერიკაში ცხოვრობს, იცის ძალიან კარგად, ხონდა იმ ადამიანებთან ურთიერთობა, ვინც გრიგოლ კობახიძის მიმართ კეთილად განწყობილი იყო. დღესაც ძალიან ბევრ რამეზე ვისაუბრეთ, მას შეუძლია რომ ამერიკაში და არა მარტო იქეთ თქვა შეკრას ხალხი, საელჩოსთან მუშაობს ქალბატონი ელენე, ტელევიზია ახლა იქ არიან ჩვენი მეგობრები, ბატონ ნიკოლო შხეიძე, რომელიც დიასპორის ხელმძღვანელია ქართული და ამავე დროს ტრამპის პარტიის წევრია და ძალიან კარგი გავლენა აქვს. ჩვენ ყველას უნდა მივაწვინოთ ახლა ამის ისა, რომ მუზეუმი გაკეთდეს როგორც საერთაშორისო, რომ აქ იყოს ბევრი რამ მიცამ სოფლიოს გრიგოლ კობახიძემ, როგორც ამერიკაში იცნობდნენ მას ჯორჯ კობიმ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენ ვაჩვენოთ მის მუზეუმში ყველაფერი, მაგრამ აი სოფლიოში, აი როგორ წავიდა ნაძვის ხეზე, რომ სათამაშოები გვაქვს და ყველაფერი, აი ამ კაცთანაა დაკავშირებული და ამან დაიწყო ეს ყველაფერი და ამიტომ ჩვენ გვინდა რომ ვაჩვენოთ ის ევოლუცია, ანუ როგორ განვითარდა, რით დაიწყო ამ კაცმა და დღეს უკვე აი ნაძვის ხეები სავსეა და ყველაფერი ეს ამ დიდ პიროვნებასთან თქვენ თანასოფლელ კაცთან არის დაკავშირებული. ვიამაყოთ ყველამ საქართველოში რომ ყავდა ასეთი კაცი. პირველი მილიონერი ამერიკაში.
რომელიც რამდენჯერმე გაკოტრდა, მაგრამ მაინც შეიძლება რომ სოფლიოში მართლაც ერთ-ერთი პირველი ქართველი მაგარი კაცი ძალიან და ეს ბუნება იძლევა იმის საშუალებას, აგერ ახალგაზრდა ხალხი არიან და აგერ ქაბატონი ელენაც როგორც იბძვის. როგორც გითხარით, რომ კარგი შემადგენლობა ჩამოვიდა, ტელევიზიის დირექტორი აქ არის, აგერ სააქციო საზოგადოება ქართულის დირექტორი, ტელევიზიის დირექტორი ქაბატონი მანანა იმედაძე, ამ სააქციო საზოგადოება ქართულის დირექტორი რომან რურუა, სამეთვალყურო საბჭოს თავმჯდომარე ჩვენ სახელოვანი და იქ არის დირექტორი ქალბატონი მედია აბაშიძე. ჩამოვედით ამ შემადგენლობით, რომ ჯერ საქართველოს გავაგებინოთ, რომ ყავდა ასეთი კაცი და ვიამაყოთ. და დავაფასოთ და სირცხვილია რომ ყველა დეპუტატმა თავის სახთან მიიყვანა გზა და ამ სოფელში რომელმაც სოფლიოს მიცა ასეთი გენიალური პიროვნება ამ სოფელში გზა არ არის. მე ვარ ბედნიერი რომ გუშინ ფეხით გამოვიარე 7 კილომეტრი ჩამოვედი აქამდე ფეხით დავდივარ იმიტომ რომ იმ სოფელში დავდივარ ფეხით რომელმაც ასეთი დიდი კაცი მიცა სამყაროს და ძალიან მიხარია რომ ვარ თქვენთან ერთად და გუშინ თქვით რომ ხალხი დიდსულოვანია და ხელისუფლებაც უნდა იყოს დიდსულოვანი. როცა ხალხი და ხელისუფლება იქნება დიდსულოვანი, ქვეყანაში წავა კარგად საქმე. არ შეიძლება ხალხი იყოს დიდსულოვანი და სულმოკლე იყოს ხელისუფლება. ამიტომ უნდა ვთქვათ, რომ აბა დიდსულოვნება გვჭირდება ხალხსაც და დიდსულოვნება ჭირდება ხელისუფლებასაც. რაიმე არასწორად თქვი? აბა დანარჩენი აბა. აქ შესანიშნავი ადამიანები არის, ესე იგი როგორც კი შემოვედით ამ სოფელში. სულ სხვა სითბო, სულ სხვა სიყვარული ვიგრძნით და აი ეს გული დაგვწყვიტა და ჩაგვწყვიტა იმ ფაქტმა, რომ ვხედავთ სახლებს, დაცარიელებულს და თითქმის დანგრევამდე მისულ სახლებს. და თქვენ რო გხედავთ, ჩვენთვის ეგ არის ძალიან დიდი ბედნიერება, იმიტომ რომ თქვენ იმედი ხართ და ჩვენ გვწამს, რომ ამ სოფელში სიცოცხლე ისევ დაბრუნდება. თქვენ გვინდა ეხლა 1-2 ოდეს სიტყვა გვითხრათ თითოეულმა თქვენ გარდა ამ სოფელზე, იმიტომ რომ თქვენ ახართ ადამიანები, რომლებმაც თქვენი მთელი შეგნებული ცხოვრება გაატარეთ ამ 64-ში, მართლა რასაც ქვია. აი კარგი გაგზელება მიცა ქალბატონმა მანანამ და გავიხარე რომ აგერ ახალგაზრდა კაცი. რომელიც ექიმია, ასე ოჯახების, ვულის, პატრონობს, გვერდით უდგას, თელსოფელს, ახალგაზრდა კაცი, ასეთ ხალხს უნდა ისწორდეს მთელი საქართველო. რომ ახალგაზრდა დღეს ამ დილით შევხვდით კიდე ერთ ახალგაზრდა დაიწყე, დიდი მადლობა ჯერ ერთი რომ აი ხარ ასე ხარ და იმედიანად გეყურებს ხალხი და იმედი უნდა გქონდეს ადამიანებს უნდა გქონდეს ერთმანეთის სიყვარული. კარგია. ერთი ადამიანი სოფელში ხო არაფერი არის. უნდა ერთმანეთს მეზობელი წმინდა, კარი გინდა. უნდა იყოს ისე მოწყობილი სოფლის პირობა, გზაც უნდა გქონდეს, ყვალის გასაჭირი არ უნდა იყოს, იმიტომ რომ სასწრაფოს ელემენტარულად თქვა, სასწრაფოს მოსვლა უჭირს. ზამთარ პირობებში. რამდენჯერ ყოფილა რომ გამოიარეთ ახლა თქვენ დასულ მობეტონებული გზაც რაც არის, ეხლა არის დაგებული, ახალი დაგებულია. მან მოსულა და უკან ვეღარ ამოსულა. ადამიანი გადაგვიყვანია, დაგვიხვედრებია, ავანტყოფი იმაში, ჩანჩქერი როა მან. ერთი შემთხვევაც იყო შავრაში დავიყვანეთ. აგერ ამირანს კი ახსოვს კარგად და ეგ ჩვენ სოფლის ხარს. ძალიან რთული სიტუაციაა, ძალიან. მანქანა ფეხით გადავიყვანეთ თოლა. ამეჯერ მადლობელი ვარ. თუ ექიმობა რო გირაზე სიტუური იმას. შეს პატივს. კაც უჭირს ხელას მოвардებ. უნდა სოფელს უნდა. ამით ამას ვეფერებით, რომ ეს არის ადამიანი. მას აქ რა ქვია. ყურადღება უნდა მიექცეს. ასეთ სოფლო ასეთ ადგილზე რო არის, სულ უნდა გავუშტოს ადამიანს მოსვლის, წასვლის კი არ. ქალბატონო მედია აი როდესაც ასეთი ადამიანები არიან და სოფელში ასეთი გაჭირვებაა, ყველა მილიონერი ვინც პარლამენტში ზიხართ, აი თქვენ სახში სიკეთე არ იქნება ხალხო. სოფლიოს მიცა უნიკალური პიროვნება ამ სოფელმა. გამოიხედეთ რა აქეთ, გამოიხედეთ. ვიღაცა უნდა თქვენს დარჩებით ისტორიაში რომ აი ამ დიდ სოფელში რაღაც სერიოზული რამე გააკეთეთ. ამ სოფელს ჭირდება ხელისუფლების კი არა მარტო ხალხის სიყვარული, დამოკიდებულება რომ ამ ყველა სოფელი ცდილობდეს რომ ერთი დიდი კაცი ყავდეს. თქვენ ხართ ბედნიერი რომ ასეთი მსოფლიო მნიშვნელობის პიროვნება გრიგოლ კობახიძე, ჯორჯ კობი მიეცით სამყაროს. ადამიანი იყო ნამდვილი. ამის გამიგეთხოვა იყო რომ ბევრ რამეს გაიგებასაც მოასწრებდა შეიძლება. ამის ხოვა. ვერენდობოდი მაშინაც ადამი როგორც ეხლა.
ჩამოსული მაგის გამო იყო. ვერენ პერიოდი იყო და საბჭოთა კავშირი იმეს ფულტიმასამ და შეაწევდა. როცა დაჭერას ცუდია ის რომ მოთხოვეს რომ აკეთებდა ყველაფერს, მაგრამ კონტროლი ჩვენ მოგვეცი და ჩვენ გავაკეთებთ. კონტროლი უნდა და ზემოდან და მას კონტროლი ძალიან მოგცეთ ახლა თავის ნაშრომ ნაწვალების იმას გაკონტროლებს. სორია და კარგია. ბძანეთ ეხლა ბძანეთ ყველამ რაღაც. ანუ ქალბატონი ნათელა მოყვება იცის ისტორია როგორ წავიდა სოფლიდან ბოლოს. გაჭირება რო იყო ძალიან გაჭირება რო იყო. ვეღარ გუჩვილი გაჭირეს პატარა ბიჭმა და ადგება წევიდა და ყველა მიცის ახლა სად წევიდა პირველად და როგორ წევიდა და რა ქნა და რა იმას რა იმოღვაწეო. აი რომ ჩამოვიდა მე. რომ ჩამოვიდა 20 წლის შემდეგ ჩამოვიდა. ხო, დიდი ხნის მერე ჩამოვიდა და არაფერი არ იყო სოფელში, არაფერი აღორძინება არ იყო. დაქცევის გზაზე იყო მიმდგარი და თქვა რომ მე ვერაფერს ვერ გავაკეთებ იმისანაც რომ ხალხს დარჩეს და ხალხის იქნეს საკეთილ დღეო და გავაკეთებ მაღაზიასო. გააკეთა ეს მაღაზია 31 წელს გააკეთა, მაგრამ 100 წი კი არ იყო. ემახსოვრება ავთო გახსოვს რა მაღაზია სათქასავით გაგეთებული იყო როგორ იცი რა როგორ საუკეთესო სანახავი საუკეთესო დარაბა იქნება დარაბა იყო თავიდან ბოლომდე ლამპის დარაბა იყო ლამპა წაბლის ფიცარი იყო ხო და მე მე მეგონა ამ რა ფორმაცია აქ ახლა ეს მე გაკეთე ეს ფანჯარა რო არის აქეთა ფანჯარა რო აქანა იყო დიდი ის რა ქვია მისავალი ხო მიხვიდოდი შეხვიდოდი შეგებიდრული კარები სახში ის ხო და შენ გახსოვდა ძალიან კარგად მე მახსოვს ზუსტად ამ ფორმის მაღაზია აპატარო რატო დაპატარო დააბახონა ისეთი ლამაზი იყო იცი გვერდზე იყო გაყოფილი ეს ახალი შეცვლილი არის ეს წინა ხარ ბენზახონას ლამაზი იყო ისეთი ამა სახურავი აი სკოლა რომ იყო გვერდით აშენებული ცნობილია ისტორიულად რომ სკოლაც ააშენა რამდენად არის ცნობილი სკოლაც ააშენა ეკლესიას რესტავრაცია გაუკეთა ხის ეკლესია ყოფილა დელსახურება იყო ნათელა მამიდას მამამთილის მამა იყო დიაკვანი ბოჭორიშვილის კაცი მე რამდენადაც ვიცი ბებიას კაცი ბებია ჩემი სამ ეკლესიაში მონახულე ხიდები ჯორჯკობის დამსახურებით სოფელში შემოსასვლელი ხიდები მისი დამსახურებით იყო გაკეთებული იმ დროისთვის რაც შეიძლება ხო რა თქმა უნდა ეს ცოტა მეტის საშუალებას არ მისცემდა რომ არ წასულიყო და არ გაქცეულიყო კიდევ ვინიცის ჩვენი სოფელი ალბათ იქნებოდა ერთი პატარა ამერიკული სოფელი ნამდვილად იქნებოდა თუ ამ კაც პრობლემებს არ შეუქმნიდა ვაიმე კარგ საქმეს აკეთებდა არ მესმის ბადნოთემურ გაეკეთებია ამ ადამიანს დარჩენილიყო რაღაცა გააჩერდა მიდოვი სოფლება არ მისარევნა პერიოდმა განვლენა მაშინ აინტერესებდა ხალხი არა დიდი კაცი იმითაც იყო ეს ჯორჯკობი ჩვენ მაინც აი მას მისიგვლი უნდა ვიტრიალოთ და იმას დიდ საქმეს გაუკეთებს ის კაცი მომავალში გზაც იქნება და ყველაფერი იქნება ჩვენ თელ მსოფლიოს უნდა უთხრათ რომ კაცმა რომელმაც მსოფლიოს ასეთ საოცრებები მიცა ამ სოფლიდან არის თქვენი თანამემამულია ბევრი აგერ იცნობდით და საუბრობთ მასზე და ჩვენ ახლა უკეთესი რამ საქართველოს ძალიან ცოტა სოფელს აქვს ისეთი საამაყო როგორიც თქვენ გაქვთ და დასანანი ის არის რომ ასეთი სოფელი როცა ასეთი კაცი წავიდა ამ სოფლიდან და უნდა ყველაფრის გაკეთება იმას არ გააკეთებიეს და თვითონაც არ აკეთებენ რა ვიცი ახლა გამოყოლა ინსტანციასთან მაგ შეხება ლამის ოჯახისებრივი თუ არ უკვე ყველა სამინისტროსთან კულტურის სამინისტრო აი ბრას თქვენ სასაულ რამეს აკეთებთ კაცო სასაულ რეგიონალური განვითარების სამინისტრო დამემატა ახლა ხო მაგრამ ბადონო თემურ არ უნდა ვამბობ სადაც შედი მიჭერ მინისტრებს ყველას არა დაჭერით არ მიჭერ ყველა მიდის თავის გზაზე მე არასოდეს ხუმრობ კაცო კარგი გასა რა თქმა უნდა თქვენ ხუმრობთ მაგრამ თუ მე პირდაპირ პროფესორი ხარ დოქტორი ხარ მეცნიერი ხარ უნდა მოგისმინონ აბა რა უნდა იყოს შეიძლება მაგრამ იცით რა არის ეს არის კარგი საქმე ყველასთვის მარტო ჩემი სოფლისთვის არ არის ეს კარგი საქმე მთელი რეგიონისთვის და მთელი საქართველოსთვისაა კარგი ჩვენ ამ გზის გამო ჩემი ბაბუა გზას ითხოვდა ყველას ჩემი мама საწოდავი გზას ითხოვდა მეც პენსიონერი გავხდი გზას ვითხოვდა კიდე რამდენი ათეული წელი უნდა გავიდეთ ჩემი სახლი რომ დაინგრევა და სახლები დაგვენგრევა თუ ვერ მოვედით მასალა ვერ მოვიტანეთ რამე ვერ გავაკეთ როგორ მოულით და შეუნარჩუნე პრობლემა აქვს ტრანსპორტირება და ყველაფერი იმიტომ რომ გზა არა გვაქვს აი გზა თუ იქნება ზია მარტო ადამიანს ორი კვირის სოფელი არ უნდა ჭირდებოდეს რემონტებთ აი ჭერი გვაქვს აფუჭებული თუ ჭიშკარი თუ რაც გვაქვს პრობლემები უფრო ადვილად მოულით
თუ ითხოვს ახლა ხელოსანი, ანუ ტრანსპორტირების ხარჯ 800 ლარს დაუშვათ ტვირთი ამოიტანო ადამიანმა, როცა გზა იქნება მოწესრიგებული, მას კი აღარ გეტყვის, რომ ვაიმე ისეთი ცუდი გზებია, ნაკლებად ვერ წამოვა. თუ წამოვა 400 ლარად და 300 ლარად, უფრო ყველაფერს გააკეთებს და ანუ ასეთ მდგომარეობაში სოფელი ვერ იქნება. ამ განცხადებების წერამ არ მოიტანა შედეგი. პირველი მდივნები, ვინც იყო დაწყებული თუ რაიკომები და რაც არსებობდა სახელმწიფო რგოლები, არ გქონდა არანაირი რეზონანსი. იტყოდნენ ეს ხალხ დაპირდებოდნენ, დაპირება 10 წლები, ანუ ჩვენ თუ დავამთავრეთ სიცოცხლე და არაფერი აღარ მოგვესწრო, ეგეც არ გვინდა, ხო? ჩვენსავე სიცოცხლეში გვინდა. დავინახეთ ეხლა რომ ამ განცხადებების წერას და თხოვნას აზრი არანაირი არ აქვს. ჩვენ გადავედით მე პირდაპირ საქმეზე და ჩავთვალე რომ რა კი მუზეუმი იქნება სოფელში და მე ამ ნაბიჯს გადავდგამ, ანუ ვინც გადავდგამდა რა მნიშვნელობა ქონდა მაინც გვერდში დავდგებოდი. იძულებული ხდება ეხლა მთავრობა ძალიანაც შეიძლება არ სიამოვნებდეთ, მაგრამ მუზეუმიც გაკეთეს და გზაც გაკეთეს. ეხლა საქმე რაშია, მე ვიცოდი თავიდანვე რომ იქნებოდა პრობლემა უგზოობის გამო მშენებლობა ვერ იმიტომ ვიწყებთ და დავიწყეთ ეს პირველი ნაბიჯი ჭკვიანი ბიჭია ჩემი მეგობარი, აი დამიდგა გვერდში და მიმართულება მოუწა თვითონ მუზეუმის დირექტორია, ძალიან კარგი ადამიანია და მოკლედ მითხრა რომ როცა ახალი კორპუსის მშენებლობა იქნება მოთხოვნა, არ მოითხოვო პირდაპირ სამინისტროში არ გააკეთო ესეთი პროექტი, რომელშიც მოთხოვნა გექნება მუზეუმი აშენდეს, მე ექსპოზიცია გააკეთდეს და ეს ყველაფერი შენ ერთად სინთეზურად არ გააკეთო. ამაზე არც ერთ გრანტს არ დააფინანსებ, მით უმეტეს შენ ვინყავს ესეთი ხელისუფლებაში. ანუ გააკეთე ჭკვიანური ნაბიჯები, ჯერ ექსპოზიცია, ეს შენ შეგიძლია შენით გააკეთო, დაწერე რაც შეიძლება იაფი გრანტი, რომლითაც დაინტერესდეს კულტურის სამინისტრო და თქვან რომ ეს ქალი აკეთებს კარგ საქმეს და ძვირი არ გვიჯდება და რატომაც არა დავეხმაროთ. ანუ ამ ნაბიჯით დავიწყებე და ეხა აუცილებლობა ეს შენობა დემონტაჟს განიცდის. ისტორიული შენობა საუკუნეზე მეტი ხნისა, მაგრამ მდგრადობა არ არის იმ შესაბამისობაში, რომელიც ექვემდებარებოდეს დაუშვათ შემდგომ რესტავრაციას. აქედან გამომდინარე, ანუ დროებით არის ეს ექსპოზიცია ისედაც თავიდანვე გათვლილი განთავსებული, თავიდანვე იყო მოთხოვნა ამ ადგილზე მისი სახელობის მუზეუმი ყოფილიყო. პირდებოდნენ რომ ნუ მე გავაკეთოთ და რაღაცა და ეხლა გამოვიდა რომ იმდენი ინსტანციები უნდა შევაწუხო მარტო მერის დაპირება ის და საერთში და ბევრი საკითხები და ანუ ეხლა ძალიან კარგი მერი ყავს, მეგობრებო, მე შევხვდი პარასკევს, ვიყავი, აი ძალიან კარგი ინტელექტის მქონე ჩანს, იმედიანი, მითხრა რომ აი მე მარტო დაპირებას არ მოგცემთ, ქალბატონო, ვიქნები თქვენს გვერდით და მე ვთხარი მეზე და რგოლებში უფრო ვაგვარებ ყველაფერს, რომ მარტო რეგიონის იმედად ვერ ვიქნები, მარტო რეგიონი ამას კიდევ ვერ შეძლებს, იმიტომ რეგიონის ბიუჯეტი გავიგე რაც არის და ანუ იმის ფარგლებში ხა მარტო ხმორს ხომ არ გაუკეთებენ ყველაფერს, ეს წესია და კანონია, ანუ რეგიონალური განვითარება უნდა განაწილდეს ფაქტიურად სხვადასხვა სოფლებზეც და თვითონ რეგიონშიც ბევრი რამეა მოსაგვარებელი. არაუშავს მე ვთხარი მე ვისაც ვთხოვ დახმარებას, რაც არის თქვენი გრანტი გამოყოფილი, აი მიმართულება კონდეს რომ სახელმწიფო ეს გაკეთდეს და კონდეს იმ სამინისტროდან კიდე დაფინანსება. და ანუ ახლა ეს გარდაუვალი საკითხი ქალბატონო თქვენ თუ მაგას მოაგვარეთ, მე ჩემი პირადი აი ბიზნესიც მაქვს და დაგიდგებით ყველანაირად გვერდში, ჩემი საშუალებებითაც და მე მილიონი მადლობა გადავუხადე. შეიძლება თქვენ ამაზე მე არ შეგაწუხოთ, იმიტომ რომ მე დახმარება თხოვებ მე პიროვნულად, რაც მაქვს შესაძლებლობა, აი ჩემი ადამიანური ფაქტორიდან გამომდინარე, მეც რაღაცას გავაკეთებ მაგ მუზეუმისთვის და მადლობელი ვარ თუ ასეთი კარგი რაც იქნება. მე არ ვიტყვი არაფერს, რისი გამკეთებელიც არ ვიქნებიო და მე ჯერა რომ რა ვიცი, კარგი ადამიანი ჩამს და იმედია ყველაფერი ისე იქნება, ანუ როგორც მან თქვა და როგორც ჩვენ გვინდა. და ამიტომ მინდა რომ ყველასთვის იყოს კარგი ეს სოფელი. თორე მოსulis პრობლემა ხა შეიძლება კარგი ყავდეს მანქანა ადამიანს და მივიდეს თავისუფლად მის სახში, მაგრამ ეს არ არის ადამიანობა. ყველა უნდა ფეხით ძალიან ბევრჯერ ყოფილი ვარ ვარდის ხიდიდან მე წამოსული მაგალითად, მაგრამ ეხა ხო ვეღარ ვიყრი ასაკში. აწერ მოსვლა უნდა ავტობუსი უნდა მოდიოდეს ჩვეულებრივ. იყო პერიოდი ავტობუსი ზემოთ გამოდიოდა ჩვენ კუთხეში. თანდათანობით დაკამდებოდი 3 და მე თუ არ ემოდა პატრონი აქაც აღარ მოვიდა. ჰოლივუდი აკანერა. არა, მადლობელი ვარ, აი ეს შეძაცვა. არ ჩერდება გიორგი რო აქ უჭირს უპირატესობა. აი ამაშია საქმე. აი მადლებიან ჩვენები. აი ერთი ამოცანა გვაქვს ჩვენი საქმე მე დავაჭერე სამინისტროდან. აი ეგ რაც გეძანეთ. ეს როგორც სახელმწიფო დაქვემდებარების ორგანიზაცია. და ამიტომ მანამდე ბატონო თემურ აუცილებლად სოფელში მაღაზია უნდა იყოს.
აი ახლა თქვენ რაც ბრძანეთ, აი ეგერ ბატონ ლევანს ვთხოვ რომ სასაულად თქვა მოკლეთა კარგად ამ ქალბატონმა. აი ეგერ ბრძანეთ ქალბატონ რაც მე მითხარით წევრი. რა და ვაჭარი რო ვაჭარია ისიც არ დადის ეზარე ამოსვლა რომ გზა არ არისო და 1 კილო შაქარი და 1 კილო ხახვი რო დაგჭირდეს და შევიდეთ ამბროლაურში. არ მოგიდგენი ეს. აგერ არის ეს ხალხი ყველა და ყველა ეძახი ყველა ფოდიში ველოდები ხური მოიტანს მაგას. რომელ საუკუნეში წითელი ხალიჩა უნდა ყველას თორელები და წითელი ხალიჩის საშუალება რომ კონდეს და ჰოლივუდი მაშინ უფრო უკეთესი ჰოლივუდი და წითელი აი მაღაზია უნდა როგორმე ვინმე ყველა სოფელში დადის რომ გააკეთოს მაღაზია ქალბატონმა მოაწერეთ ხელ და მე მედიას იმას მედიასა და ფაქტიურად მე როცა ტურიზმი განვითარდება იმდენი იქნება შემოსავალი ვერცაუა დაუშვათ ერთი მაღაზია მაგრამ თუ ამირან მაღაზია სოფელს არ ეკნა მაშინ აი გაფორმებაზე გვექნება აი რა კარგი რამე გაუკეთებია ამ ჯორჯ კობის რომ პირველად დაიწყო მაღაზიით რომ აქედან ხალხი სხვაგან არ წასულიყო ბატონო თემურ მუზეუმად არ ფიქსირდება ხა კანონმდებლობაში გიორგი ტალანდიამ კარგად გამარკვია მე ხა კაცი წლებია მუზეუმის დირექტორია თუ მაღაზია არ იქნავ გაითვალისწინეო შეგექნებათ მერე პრობლემაო იმიტომ რომ აი ამ ხელაგზაზე ან წყალი უნდა ან რაღაც გასაგებია სოლიწერტილი იქნება ახალ შენობაში თქვენ ნახეთ ალბათ პროექტები ყველა პროექტი 5 პროექტი მაგ ერთ-ერთი კომპიუტერშიც არის დადებული რომ თქვენ წარმოდგენა გქონდეთ რა როგორი იქნება ისე შეუძლია ყველას თავისი კორექტირება გააკეთოს თუ უკეთეს ვერსიას ვინმე რომელი არქიტექტორის შემოთავაზებს რაც უკეთესი იქნება ის დამდგენელი მაგრამ ისიც არ არის ცუდი პროექტი ყველას ნებისმიერ შემთხვევაში წინ საგამოფენო სივრცე იქნება უკან ექსპოზიციის დასამუშავებელი ოთახი წესია კანონია უნდა ქონდეს მუზეუმს და სველი წერტილი აუცილებლად უნდა კეთი მოწყობილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მაგრამ მაღაზია მიმდებარე სადღაც ახლოში უნდა ფუნქციონირებდეს ამირად და ვიღაცამ ახლა ამას სახელმწიფო არ გააკეთებს კერძო პირმა გააკეთოს რაღაცა ისეთი რომ აი არ ვიცი ახლა შენობა თუ უნდა დაანგრიონ აი ერთი ოთახში რომ გააკეთეს ეს მაღაზია თავარი არის თქვენ რა მიმართულებას გაქვთ ქალბატონო ელენე ვერ გავიგონი შენობას რო გვინგრევენ ამას მამაპაპისეულს არა იცით რა ეს არის ისეთ ვანოთე მე არ ვიცი ძალიან გამკურებია ამბობენ რომ მე მაგალითად მე მასე მითხრა იმიტომ ვერ გაგიკეთეთო თქვენო დაპირებული რემონტი ქალბატონო აი ბოლოს უკვე ოქტომბრის დასაწყისში 22 ოქტომბერს გამოფენის გახსნა ქონდა მანამდე ყოველდღე ველოდებოდი მაისიდან დაწყებული მაისში ივნისიდან ნუ სულ პირდებოდა როგორც მივიღებთ მერიიდან დაფინანსებას ქალბატონის ნუ ჯაროთო ეს 4 დღეში გაკეთება ნუ ბოლო არაფერი არ იყო და ბოლოს მეუბნება რომ ვაიმე მე უთხარ ექსპონატები ჩავიტანე მეთქი და იქ კულტურის სამინისტრო არაესთეტიკურ გარემოში მე ხალი სამხატვრო გალერეაში მუშაობდი მე ვაკეთებდი თვითონ ექსპოზიციებს და გარ შეიძლება კანონმდებლობის შესაბამისად მეთქი და ანუ გამოვარო ეს გრანტი დაიკარგება და ანუ მე პასუხი უნდა ვაგო როგორც დამნაშავე მეთქი და ქალბატონო რაც გინდათ ის ქენი თუ ასე მითხრა და ეს მეუბნება რომ იმიტომ ვერ გავაკეთებ მე ვთქვი ეს რა პასუხია მეთქი ამას მე მერისგან ნამდვილად არ ველოდებოდი და იცით რაო ისო იმიტომ ვერ გავაკეთებო კომისია გაუშვითო ჩვენო რაიონიდან ეს კომისია ქალბატონი ნათელად ცხოვრობს კარის მეზობელია აგერ როცა მანქანა შემოდის ჩვენ ყველა ვგებულობთ ვისთან მივიდა სტუმარი მივიდა იქო კომისია 4-5 კაცი შემადგენლობით და შეამოწმეს მდგრადობა კომისიამ შედეგი დასკვნა მოიტანა რომ ის არამდგრადი შენობა არისო ნახეთ როგორი ქვებითაა ნაშენები უკეთესი რა უნდა ხარ ორი უღელი ხარი მოკდა ამის ერთი სიტყვით არანაირი მე ვთხარი ისე კარგად არის ნაკეთებული ძალიან ჯერ დიდრული შენობა თან ისტორიულად ძველი შენობა რამდენი კარგი მოგონებები იქნება აქ ხალხის ვინც მუშაობდა რა იმათი ოჯახის წევრების არავის უკეთესი რა უნდა აშენდეს მეთქი და იცით რაო ეს კანონიაო წესია ვითომ მე ვერ ვერკავდი წესებში და კანონებში და ანუ ჩვენო არამიზნობრივათო ბიუჯეტის თანხებსო ისე ვერ დავხარჯავდით ამიტომ დარჩით ისო მე უნდა მე არ დავხარჯავთ მოკლედ თითო ორი სიტყვა ყველა მძანეთ ახლა ძალიან მაგრამ ეხლა რა ხდება ბანო თემურ მე რა თქმა უნდა გავბრაზდი იმ შემთხვევაში მერიაში და მე ასე ვუთხარი იცით რა მე ვუთხარი მე ყოველთვის ვისმენდი თქვენგან დაპირებს ძალიან კარგი ინტელექტი გაქვთ შეხვედრის კულტურა ყველაფერი მაგრამ აი რასაც ამბობთ რომ სამხარაულის კომისიამ დასკვნა და არ დავიწყებ გამოძიებას ეს როგორი დასკვნა როგორ დაწერდა იქ კომისია არ ყოფილა და თუ იყო არ ვიცი არ გამოვიძიებ ამას მეთქი ყოველ შემთხვევაში ჩემს სოფელში ერთი კაცი რომ იყოს ერთი ადამიანი სხვა მეტი არავინ არ იყოს ის ერთი კაცი იმ შენობას არავის არ დაანგრევს მე მგონი სწორი უთხარ რომ მოვიდნენ ის კომისიის ხალხი რომ მოვიდნენ და თქვენს შევეკითხე აგერ ვიჟექი ახლა და მკითხე რატო ეხალთ რა გინდა უნდა დავანგრევ რა უნდა დაანგრევ ორი სინეს აშენებული შენ უნდა გაანგრევი ეს მე ვთქვი
მე რეგიონიკა ჩამევიდა. ანუ თქვენ ნახეთ ის კომისიის წევრები. კი, ნახე იყო სამი კაცი იყო. მე რეგიონიკამ თქვა რომ მოვიდეს ვინმეო დაგვირეკეთ გაგვაგებიეთ და ეგერ დავხვდებით ხიძე და წაერ გავუხეთქოთ ყველასა. ამის დანგრევა რანაირად არა, უბრალოდ ამას პატრონი უნდა. მაღაზიას კარგი გაკეთება, ბიბლიოთეკას კარგი გაკეთება, ჯამპუხტის კარგი გაკეთება. საცოდარი გიორგი თავისი ჩამთიდაბის წამოება და შალარა. კი, მაგას აი აქ უნდა იყოს ცენტრი ისეთი რომ იქამდე მე მინდა მოეწყოს ერთი კუთხე გიორგი მე მოვიტან თვითონ წამლებს ერთი 1000 ლარის წამლებს ვიყიდი იყოს ერთი კუთხე და უცებ იმეს თუ დაჭირდება რა მოხდა იქნება არა მაგანალგინია თუ გამაყუჩებული და რაღაც მივიდეს კაცი აიღოს და იხმაროს მე ახლა ოფილინი ჭირდებოდა და არ მქონდა და შამივერი ხარ არა ეს ასეთი რაღაცა ერთი წერტილი უნდა იყოს ბძანეთ კიდე არ დარჩეს ვინმე რომელმაც 1-2 სიტყვა არ თქვას აი როგორც ამ ქალბატონმა გითხრაგებ ბძანეთ და აი ბატონო ავთო თქვენ ხართ მემადიანი ამ სოფლის გითხარით კაცი რომელიც დაიბადა გაიზარდა ცხოვრობს დღეს და არსადანაც ამსვლელი ხმორის იქეთ ერთი ღამის გათევა არ უნდა არსად აგაშენა ღმერთო ერთმა კარგად გამყოფოთ მერტვა ჯანმრთელობა მოგცეთ გითხარით რამე რა უნდა თქვა არა სამშობლო ყოფილიყავი ხანი არ მევიდე კი ბატონო რა თქვა აგაშენა აი ამაზე უკეთესი რა უნდა თქვა კიდე ვინმე ხوار დაგჭა ბძანეთ ქალბატონო აი ქალბატონი რომელიც ერთნაირად გვიჭის ეს უგზოობაა ყველაზე მეტი პრობლემა ერთი ჩამოთვალოთ რა გვარები ცხოვრობენ ამ სოფელში მეეთება გვარი ბევრია არველაძე მეტონიძე კარგია არველაძე მეტონიძე ორივე ამ სოფლის გვარებია დაჩიბერიძე შავლაძე ჭოხონელიძე გიორგობიანი გოგელაშვილი ობახიძე გეგეშიძე ბოჭორიშვილი კიდე გვარები ჭელიძე არის შეძენილი გვარი როგორც ჩემი გარდაცვალების მერე ჩემი გვარი აღარ იქნება და ნუ ანუ სხვა გვარი იქნება მე ხო ოჯახის წევრი ჩემი მავალის დამოუკიდებელი ისი არის გეგეშიძის აი ბესო რომ იყო დღეს ახალგაზრდა ბიჭი ბესო არის თვითონ ჭელიძე ბატონო ზურაბ და მისი ბაბუა და ბებია ოჯახი ძირითადი ბუძე სადაც ბესოს ოჯახი წორ გეგეშიძეები არიან ანუ მამაჩევის ბიძაშვილებია ნემსაძე არის ერთი ოჯახი შვილი. კარგია. იმიტომ რომ ტელევიზია რო გადაცემს ამ ჩვენ საუბარს, რო გადაცემს, გამოჩნდეს ყველა გვარი და ყველმა გავრან იამაყოს რომ ასეთი ჯორჯ კობის სოფრენთან არის დაკავშირებული მათი გვარი და ყველა დაუდგეთ გვერდით. ერთი მიქაუტაძე არის. ჩვენ ვაპირებთ ქალბატონელენე რომ შევკრიბოთ ძალიან ბევრი ინტელიგენციას გავაგებინოთ. ჯორჯ კობი ბევრმა არ იცის ვინ იყო გავაგებინოთ და მთელი საქართველო მოუმართოთ, მით უფრო ტელევიზია რო გიჭერთ ხარს, ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანია. გოგნელია წარმოშობა. ძალიან კარგი ერანიძე არის. ის მოაწერეთ თქვენ ხელი და ქალბატონი მედიასად არის. იქ მანქანაში დაიწყე. აგერ მოაწერეთ თქვენ აგერ ქალბატონი მოაწერეთ. რაღაცა ის ნე. დაბძანდით აგერ დაბძანდით სადაც გნებოთ. აქ მოაწერეთ ხელი. მურმი ვიერსახე თუ არ მიესა აქაობას მე უნდა წავიღო შთაბეჭდილებების წიგნი და ფოტოალბომი და ძალიან გთხოვთ აი ჩამომძანებული მადონი ზურა კობახიძე პირველად არის ხმორში კარკვევით მოაწერე ხელი აგერ არის აგერაში ისა კობახიძე დიახ ანუ იქ ამერიკაში გვექნება მეგობრული რეზონანსები ლევან ბატონო იყოს მაგ იმასე მიდი მოაწერე ხელი თვითონაც და აი ქალბატონი მედია თქვენ პირველად ძანდებით ჯერ შუქი არის უკვე არა თქვენ გააჩვენება გაადარა ვაიბისმა გაუდარება დახუჭეს ვალზე და ჩერდომში არა აქეთ რო გადმევიდა გზაში ცოტა ვითამ შეღავათი არის მაგრამ მაინც ყოფილა თვეობით არ ქონია შუქი ზევით სას მიჩერები ხარ ქვეითო ჩიტიც აღარ ჭიგდია ჩიტიც აღარ ჭიგდია ყალი ხომუჭე ყალი წყალი ამობასია ეს ქალბატონი რჩება აქეთ ჩვენ თავში დანარჩენი არაფერი აქეთ მოიდა აქეთ წამოიღებს აქეთ წამოიღებს რიცხი დაუსე ქალბატონი მანანა გაჩერდი რიცხი დაუსე მაგ ქალბატონი მანა თქვენ სულს არა წყალის და ეს ადამიანი პირველი ეხლა ჩვენ რისთვისაც ჯორჯ კოპი იბრძოდა აგერ ლევანდელი რიცხვი არის ეს არა დღეს დაიგარქა საძევიდა 3-9 შეიძლება ალბათ ნაშელამდე იყო მეთერთმეტე შემეცხრე გამართ გამეილია საძევიდა არაფერი გაკეთებულია ფული საძევით
ესე იგი გამოყოფილია ეს არის 100000 ლარი. ეს არის რამე იყო რა ბძანეთ რაღაც აი მოდი ეს ლარი გამოყოფილი. ისთვის მოდი ენა აი გადაეგეთებია. არა ის პროექტებით ყოველ წელს ხო რაღაცა მოგესალმებით და მოდი სოფელი აი აგერ არის წარწერა ეს ციგნი გააკეთეს მეცნიერებმა ამ ციგნის სახელწოდებაა საქართველოს ინტეგრალური რესურსები ამ ციგში მოცემულია მთელი საქართველოს სიმდიდრე რას წარმოადგენს ჩვენი ქვეყანა აი ყოფისნაირი ხალხი ჭირდება ეხლა რომ ეს სიმდიდრე მოვიდეს მოქმედებაში აგერ წარწერა გავაკეთეთ ჩვენ მეცნიერთა კონგრესის სახელით და ტელევიზია ქართული ტივი მადლობა ამბროლაურის რაიონის სოფელ თხნორს რომელმაც სამყაროს მისცა ეპოქალური პიროვნება გრიგოლ კობახიძე, ჯორჯ კობი, როგორც მას ამერიკის შეერთებულ შტატებში უწოდებდნენ. ამ სოფლის ყურადღება სჭირდება როგორც ხელისუფლებისგან, ყოველი შეძლებული ადამიანისგან საქართველოში და ცნობილი ბიზნესმენებისგან მთელ მსოფლიოში. მეცნიერთა კონგრესი ტელეკომპანია ქართული ტივი დგება თქვენს გვერდით და ერთობით შევძლებთ. ხელის მოწერა არის ჩემიც, თეიმურა შაშიაშვილი, ბატონი ზურაბ კობახიძის, ქალბატონი მანანა იმედაძის, ქალბატონი ელენე გეგეჩიძის, ქალბატონი მედია აბაშიძის და ბატონი ლევან კაშიბაძის. აი ამას გადავცემთ აგერ მუზეუმის დირექტორს, რომ მუზეუმშიც კონდეს, სოფელს კონდეს. არა, ვინც ხართ კაცო, ჩვენთან ყველაფერი ხდება. აი აგერ კიდე ეს არის დიდი პიროვნებების მიერ შექმნილი პატივდების სიგელი. რომელშიც არის პროგრამა მოცემული მოქმედების მანიფესტი ერთი სამშობლო ერთიანი ერი გაერთიანებული სახელმწიფო აი როგორი სერიოზული დოკუმენტია ამ დოკუმენტს თავის დროზე ხელი მოაწერეს ცნობილმა პიროვნებებმა მერაბ ბერძენიშვილმა რეზო ჩხეიძემ ანზორ ერქომაიშვილმა გივი თოიძემ ტარიელ ხარხელაურმა თემურ გუგუშვილმა ომარ ფხეიძემ არნილ გოგეჭკორმა რომან ლურუამ რამაზ ყურაშვილმა და ძალიან ბევრმა სხვა დღეს ახლა ჩვენ მადლობის ნიშნად ყველა მოვაწეროთ ხელი ვინც აქ ვართ დავტოვოთ პირველ გვერდზე ჩვენი ხელმოწერა და ამ ადამიანების და ყველას ხელმოწერით ქალბატონ ელენე გეგეშიძეს გადავცეთ პატივდების სიგელი მადლიერების ნიშნად რასაც ის ამ სოფლისთვის აკეთებს გადავცემთ მე რომ ოღონდ ახლა ყველა მოვაწერეთ ხელი აიგეთ დაიწყეთ თქვენგან და ყველა ვინც აქ ხართ აიგეთ სადაც გნებობთ გარკვევით მოვაწერეთ ყველა ხელი ეს ისტორიული დოკუმენტი დაიდება იმ მუზეუმში შემდეგ გარედან მანამდე თუ ვინმე სამი სათქმელი ახალი ადამიანები შემოგვიერთენ ძალიან კიდე და გარკვევით დაწერეთ გარკვევით გვეშველება რამე გვეშველება გიორგი გვეშველება ჩვენ თვითონ თუ უშველით გიორგის დედა იყო ახალი გარკვევით გიორგი გვეშველება ჩვენ სამართლობის პარასკევს. ოთხოჯახს აქვს ეწერება ბატონო თემურ დასუფთავების გადასახადით. კი არა, ბევრი, მაგრამ ეხა რაშია საქმე? მე მივედი და იქ ვეუბნები რომ მეც ვწერი ვარ სოფელში. და მეც და მე ვთქვი ჩემ სოფელში საერთოდ არ არის მეთქი. ერთხელ არ ამოდის მანქანა ნაგავი გვაქვს თბილისში ქუთაისში და რა ვიცი გზები დამრელაურში მსახურება გადასახადით ხანდახან ჩამოდის იმ ხით ასლანასო შეეკითხენ მაგი რატო არ არის ასლანასო თვითონ არ მანქანას გეუშვა და გზა არ არისო და იგი კაცმა არ დაუსვა პასუხი რატო არ არისო დახმარება მომიხსნას. ერთი წუთით არავინ არ უნდა გადაიხადოს ეს გადასახადი. მე იტონი ქვითო. იტოვებენ თვითონ. სოფელში მანქანა არ შემოსულა და გადასახადს აღწევინებოდა. გადასახადს ვიხდი. რა. აგერ მოაწერეთ ხელი ყველა მოაწერეთ. ეს ისტორიული დოკუმენტი იქნება, სადაც იქნება. და თეთრი იყო და ევიდა მე ვერ ნარამდე. არც ის ვიცი, ვის უდამე
70 თეთრი იყო და ორი რამე გავუძო. ის უნდა მივათო რომ გედევიხადო ეს ორი ლარი. რატო უნდა გედევიხადო? არა, აბა მოდი და მოდი. სამსახურმა რატო უნდა გედევიხადო? ისა რა მიზეზი? არა, გეთქვა პენსიაზე გიხსნიან, ეგ როგორ შეიძლება ჯერ ერთი. მიზეზი თქონდა ინტერნეტი არ იჭერს. გავაკეთე, იყო ჭუბი და აბა მოაწერეთ ხელა ყველა მოაწერეთ. ერთმა კარგად ამყოფოს და მიზეზი იყო ინტერნეტი არ არის და მაგით არ მოდივიდა. ეჭედი ბიჭო, არაფერი და. ახლა ინტერნეტიც არის, ყველაფერია მაინც არ მოდის. საარჩევნოდ ჩამევიდე. ფინანსური და აუ გზას მოხრეშავთ, გავაკეთებთ. ის მერი მივიდა იქ ხრეში გაჩვენეთ. არ გვინა კიდვარი, ეგერ არის ტრაქტორი და ხრეში არის. სოფელს და გოგო არის ეგერ და მარტა წვალებს. ოშა გვიდა სავარი. არა. არის ერთ-ერთი საუკეთესო. ხალხი როცა ეს განწყობა ხო შეგვიდა რა თავარი არჩევნების მოდიან ვარსენ არჩევნების მერე ვაიწყდებით. ნუ აი ამის გამო გაფუჭდა ქვეყანაში ხელი ჩამოუშვა ხალხმა არაფერს აღარ ჯერა. იმედი აღარ არის. დობა აღარ არის. ამიტომ ადამიანებში შვილიშვილები რა თქმა უნდა აბა არ დარჩეთ არავინ ხელი მოაწერეთ აი ახალ მეუღალი მაშინ არა ეხლა მოაწერე კაც შენმაიცი ვიყავი ქუთაისში და ტერიტორიაზე იქნება ღარიბი საქმე. კაბელე პიროვნება მოვიყვანე. იმენა იმის გულესწორ და არ შეუძლეს მოძრაობა და ის და მული მაინტერესებს როგორი არის. აი გაცო. აჩელი გაცო. აჩელი. როგორი არის პიროვნება რაც მახსოვს. აი მობძანდით ქალბატონო მე ვარ დააჯილდო დიდი მადლობა დააჯილდო დიდი მადლობა აგერ მობძანდით ხელის მოწერეთ და ერთი სხვა ბევრი ვინმე ან ტელევიზიაში ან სადმე რო გამოვდივარ ძალიან ბევრი ვინმე ამბობს რომ კი მაგრამ საიდან ეს ინფორმაცია ხალხში ვარ აგერდა ტრანსპორტით დავდივარ, ფეხით დავდივარ, ქალაქში და ვიგებ ძალიან ბევრ ამას. ეხლა სასაული რამებს ძანა ამ ქალბატონმა აგერ 120 უღელი ხარი იყო ამ სოფელშიო. სწორად ვამბობ ხო ქალბატონო? კი, ონის ბოჭორიშვილი. ეხლა ერთი უღელი ხარიაო. მე ვიფიქრე, კაი, უღელი ხარი არ ყავს კონტროლ. ერთი ჯონის ტრაქტორი აღარ არის, ამ კაცმა მითხრა რომ ერთი ტრაქტორი ყავდა და იგი წაიყვანა. არაფერი არ არის. ამ ქალბატონმა გასაოცარი რამე მოყვა კიდე რომ არჩევნების წინ ყველამ თქვა ეს მაგრამ მაინც არჩევნების წინ ისეთ რამე ვკბირდებიან და არჩევნების მერე საერთოდ ცოცხლები თუ ვართ არავის არ გვახსოვს რომ ბზარეთ ქალბატონო რომ არაფერი კაცი მე ახლა ყურადღება ტრანსპორტირება ჩვენთვის ყველაზე მეტი იგი წყალი გაგვიკეთეს ოღონდ ეს იმათ ხელში წყალი გააკეთეს და ზერელეთ არის ტრუბები მის მერე არც ამებს გამოუწვიათ რამე და არ გაუკეთებიათ ღმერთმა ყველას მოუმართოს კაცო ჩვენ ცოდონი ვარ როდის გააკეთეს წყალი როდის გააკეთეს რა თქვით აი მაგას განათება ნაციონალების ხელში ნაციონალების ხო და არის მაღაზი აქ უკმაყოფილობა ბევრჯერ აგერა ავთო კობახში არის აუცილებელი აკრია სოდენია ხო ჭიშკარზე მოსულ შიში ძვირები არა მიყვიდეს არა ყვიდეს წყალს გულებს სი სოფელს აღტევინებენ დასუფთავების გადასახადს და დასუფთავების მანქანა აქ არ უნახავს არავის ადრე 70 თეთრი ყოფილა ეხლა 2 ლარია რა ვშვებით ხალხო უნიკალურ სოფელში ვართ უნიკალურ ხალხში ვართ რა ვშვებით ეს არის რა ვლაპარაკობთ კარგად არის საქმე დაელაპარაკეთ ამ ხალხს ჩამოდით და აი მაშინ მივხვდებით რომ კარგად კი არ არის საქმე ხალხი არის ესე იგი კატასტროფულ მდგომარეობაში რას ყვებია შაქარი რომ იყიდოს უნდა ჩავიდეს ამბროლაურში ხალხი გესმით რომელ საუკუნეში ცხოვრობს ახლა პენსიონერებს ახლა მე ვერ დავდივარ დადის ახლა სამშაბათობით ავტობუსი მარშრუტკა მე ვერ მივდივარ იმიტომ ვერ მივდივარ მე გვერდში თუ არ ემყავს გამომყოლი შეიძლება წევიქცი დევემხვი ამას წინეთ დამტროული ვარ საშინელი ბუხარდარუდევი
ნუ სიარულსაც თავისი ის აქვს, პრედელი ყველაფერი. პენსია დღესაც არ მაქვს აღებული ახლა ის. იმიტომ რომ არაის მოაქვს აქანად მე ვერ წავედი. ან უნდა მიდის ვინმე ავტობუსთანაც ვერ ჩავდივარ, თქვათ რომ გავატარო. ხო და პენსიები უნდა მოდიოდეს კარზე. მე მიტოვარ პენსიონერი და მოხუცი რომ უნდა მომიტანონ კარზე პენსია. როგორც ადრე დადიოდა. ბერაძის ბიჭი დაყავდათ მაშინ ვიცხარი. სახელი დათოქიოდა. ძალიან კარგად ემსახურებოდა თელ სოფელს. მოხსნეს იგი და აღარ არის. ეს წლების განმავლობაში ხდება. არა, ეს უნდა იყოს, იმიტომ ანდა რეზო კიდე საწავო ბიძაჩემი ამას. ვერცად ვერ წავა, ვერც რეზო და ვერც მე და ვერც ერთი ახლა ვინც ისე დავარდნილები ვარ, ასე ქვია, მე მუხრჭები. არც ერთ სოფელში არ უნდა იყოს ასე. არ ვიცი ბატონ ზურაბ, მაგრამ სოფელში ეს არის ხდება იმ სოფელში, რომელმაც სოფლიოს მიცე ეპოქალური პიროვნება. ეპოქალური პიროვნება, რომ ძალიან ცოტა ვინმე ქართველმა ისეთი დიდი საქმე გააკეთა საქართველოსთვის, როგორც სახელი და რა მოუტანა, როგორც გააკეთა გრიგოლ კობახიძემ, ჯორჯ კობიმ. სოფელში ჩამოვიდა, ყველაფრის გაკეთება უნდოდა, გზის, წყლის, ყველაფრის და უთხრეს, ფული ჩვენ მოგვეცით და ჩვენ გავაკეთებდო და იმ კაცმა უთხრა, მე გავაკეთებ, კაცო, რატო უნდა მოგცეთ თქვენო და არენდო იმას და დასაჯერად გაეკიდნენ კიდე მერე და რაღაც ასეთი ლამდა. ნუ არ ვიცი, ესე იგი ყველა დეპუტატმა თავის სახთან მიიყვანა გზა. ამ სოფელში რომელმაც ასეთი უნიკალური პიროვნება მისცა, ამ სოფელს ასეა. რაღაც ქალბატონ მედია მოიწინა. ეგ არის უბედურება. ქალბატონო ელენე, ერთი წუთით ყველას ყურადღებას მოვითხოვ, აქ მოვისმინე ესეთი რაღაც, უბრალოდ არ მინდა რომ შეცდომაში შევიდე. იმიტომ რომ თუ ნამდვილად ეს ასე ხდება, ჩვენ გვაქვს იმის რესურსი, რომ იურიდიული დახმარებაც გაუწიოთ ამ მოვლენას. საუბარია იმაზე, რომ პენსიიდან 5 ლარი გვეჭრება დასუფთავების. ეს კანონით არის ყოველთვის დაუშვებელი. ეს არის შეიძლება ითქვას სისხლის სამართლის საქმე, რომ თქვენი თუ რამეზე გაქვთ ხელი მოწერილი, ეს გამოიძიება მერე და ინახავთ, რომ ეს არაფრად არ შეიძლება, რომ თქვენი პენსიიდან რაიმე გეჭრებოდა თქვენი სურვილის გარეშე. დასუფთავების გადასახადი მით უმეტეს, სადაც Urna არ გაქვთ, მანქანა არ გემსახურება. არ ემსახურება. მე ვიცოდი რომ ანუ ირიცხება გადასახადი ეჭრებოდა. ამ შეხვედრას აქვს ძალიან დიდი ფასი აქვს და მე დარწმუნებული ვარ ტელევიზია ქართული ხშირად გადაცემს ამას რომ ერთი პატარა სოფლის მაგალითზე გამდგომარეობა ქართულ სოფელში და რატო უნდა გაჩერდეს ახლა ადამიანი სოფელმა უნდა გადაარჩინოს ეს ქვეყანა მაგრამ არ აწყობთ სოფლის ფეხზე დადგომა იმიტომ რომ ყველას ვისაც შემოაქვს პროდუქტი ხორბალი ხორცი ყველა ზის პარლამენტში და როდესაც იქ არიან ისინი აკრო სოფელი ფეხზე დადგეს ისინი მილიონერები ვეღარ გახდებიან სამარცხვინოა ეს ყველაფერი ფულის ხვის ხარჯზე ხო არ უნდა ვიშოვოთ ფული უნდა ვიშოვოთ ჭუით და გონებით ეგაა პირველი ნომერი გააღლიტეს ხალხი გაანადგურეს სოფელი და მდიდრები ზიან პარლამენტში კეთილი ინებეთ გამოდით გარეთ ვიდრე გამოგრეკავდნენ თქვენი ქედი შეიძლება ეხლა დავამატებ თქვენს ნათქვამს და ეს ცნობილი ფაქტია რომ 24 წელი 1924 წელი და აი რო თქვი რომ არენდო იმ ბოლშევიკებს იმ ნეპის დროს და წავიდა და კინაღამ დაიჭირეს და 100 წელი გავიდა 101 წელი იგივე მიდგომა აქვს ხელისუფლებას უარესი კიდო და შეიძლება უფრო უარესი 101 წელი გავიდა და დაახლოებით 24 წლის მერე 101 წელი გავიდა იგივე პრობლემებია და იგივე დამოკიდებულება ადამიანებზე რომლებსაც უნდათ საქმე აკეთონ და იგივე დამოკიდებულება ადამიანებისგან რომლებსაც უნდათ ისარგებლონ და მეტი არაფერი არ აკეთონ აი 101 წელი რა წარმოგიდგენიათ რამ ხელა ისა გვაქვს არა ძალიან ჩვენ რომ მოვედით ტყიბულში ცხოვრობდით ჩვენ და იქ მუშაობდით მეც და ჩემი მეუღლე და იქ დაიბადნენ ჩემი შვილები 4 შვილის დედა ვარ და იქ დავზარდე ბავშვი მე მევდა ის პერიოდი რომ რასაც ხედავთ რომ დაინგრა ყველაფერი და ჩემი მეუღლე არ გაჩერდა იქანა დავიწყეთ ნოლიდან და აგერა ამდენი ხალხი 15 სული საქონელი მყავდა ცხენით ხო მოძრაობდით კაცო რომელ შახტაზე იყო
მაგი იყო თავიდან სტალინის ჩახტას და მე იმასე გადავიდა ლენინის. დიახ. მე დაანახლოს ვიცნობ, რომ ბიძა მყავდა და დედაც. მე გარი გიორგობიანის დიშვილი ვარ. რას ლაპარაკობ? ხოდა ლალა ჩემი მეზობელი. ხოდა ლალა ჩემი ბიძაშვილი. ზანეთ კარგრამეს ამოვდით ამზანეთ. ხოდა ასე იყო თუ ისე იყო მოძრაობდით ეკაცი ყოველ საღამოს დადიოდა საქონელზე ყველა ოჯახს ყავდა ამდენი თუ არ ყავდა 8 6 ყველას ყავდა ახლა მარტო ამას ახავს 2 ჯრო ხა გაღვა მაკას მეტონიცის დანარჩენს არევს არ ყავს და წარმოიდგინეთ ახლა რძეს რო იყიდი მაღაზიაში და მიცემ 5 ლარს 4 ლარს და რა ვიცი მე ახლა მაგალითად რო ვიყავი ტყიბულში რაღა მაწონიდან დაწყებული ყველა ძროხაული ვიყიდე სოფელი ეს ყიდულობს გაღარიბდა სოფელი გაღარიბდა იმიტომ რომ ტყე მოიცვა თელი საკიფები იყო როგორც ხელის გული ისე იყო და გაბზიალებული თივები ჩამოქონდათ ხალხს 25-30 უმრემი ჩამოქონდა მე და ჩემ მეუღლეს აი მთიდანაც და ადგილობრივადაც ახლა არც თივარევის არ უნდა მითო საქონელი არევის ყავს და ამან მოტიპა ჩემი ეზო და დალპა ის ეზოში აღარ ვარ გარაფრად ხარები არ ყავს და ვერწე იყო ხო და ისე არ იმყავს მარტახელა ქალია ტრანსპორტი დღეში ერთი არადის და ჩამოდის როგორ არის სამშაბათობით არის კვირაში ერთხელ ერთხელ რა ღირს რას ლაპარაკობთ აქედან ამბობთ თქვენი სოფელი კიდე ის პრობლემა 5 ლარი ღირს აღელში აღარ ყავთ უკვე 5 ლარი წამოს არცად არ არის იმიტომ რომ პირობები არა ხალხს ადრე სმენობით ხომშაობდა ხალხი იყო შახტები იყო რა ვიცი ბევრი ფაბრიკები და ქარხნები იყო და მოსდეს ეს ყველაფერი ეს ხალხი გალოთდა თვითონ ახალგაზრდობა რომელიც აღარ უნდა მუშაობა არიციან მაგან ის გოდიში ამ სიტყვაზე და ის არიციან რომ დედრობითი რომელია კონელი და მამრობითი რომელია. ვერ ცნობენ. ნაირი ახალგაზრდები იზრდებიან. 10 წლის მერე ჩვენი ქვეყანა ნაირი იქნება. სიგარეტი ერი მოყარი გამარჯვებას არ გეტყვი ამას ყველა ხელკადი რო გაგადო გაყიდო იმათი რო გაგიდი გზარა ტაქსიშოფერი იმდენად სიტყვის როცა იყვან ის აღარ ის გიждდება კომუნისტები ხეს დედაძეებზე 12 წელს ყავს სიგარეტი ამაროდებს ჩემი ხელით და მის მერე ვეწე რაიონში არ მოკონდა ზამთარში მეტი კაპიკი და ახლა 6 ლარი ის რო გვინდა გზების გათოვლა ხან სამეგრელოდან მოყავთ ტრაქტორი ტყუილი ყარი ხალხი დამამეოქრე ხალხი თვითონ არ რაყავს რაიონს სოფელი არ არსებობს ეს სოფელი არის წინდება მაგით ნახლა თელი გული სული სტუმართ მოყარე ხალხი არის ეს სოფელი ამას წინ ვიღაცები უცხოები ჩამევიდნენ ბიჭები რო არ ვიცნობ ჩვენ მოკლედ ეხლაც ჩვენ რიგოლ კობახიძემ უნდა გვიშოვოთ ბიშველოს ისე ჯორჯ კობიმ დიდი პიროვნება ყავდათ ეს საამაყო კაცი ყველა ქართველისთვის და მთელი საქართველოს ირცხვილია რომ აი ამ ჯორჯ კობის სოფელში იმდენი პრობლემა რომ ძალიან ცოტა სოფელში თუ არის ამაზე მეტი პრობლემა საქართველოში და ისე მესმერთა კონგრესი აპირებს რომ ყველა სოფელში ჩავიდეთ მოგწერეთ სადაც გინდა ჩამო ასეთი გადაცემები გავაკეთოთ იქნებ გამოვაფხიზდოთ ხალხიც ქვეყანად სოფელი თუ არ დადგა ფეხზე ამ ქვეყანას მომავალი არ აქვს აი ამიტომ სოფლისთვის ზრუნვა არის ყველა მოაზროვნე ადამიანის როგორც იტყვენ ჩვენ დღეს 80% პროდუქტები შემოგვაქვს გარედან გავჭამთ ირანულ, თურქულ და რა ვიცი, სხვა იმას, მაშინ როდესაც როგორც მინიმუმ 80% წარმოება შეგვიძლია ჩვენთან და ქართული სოფელი დადგება ფეხზე და სოფელი გაიქცევა. აი ამ განწყობითაა მეცნიერთა კონგრესი და ჩვენ არ მოვეშვებით ამას და მოდით გავერთიანდეთ ამ ბოლო დღეს თქვით. ჩვენ არავის იმედი აღარ გვაქვს მეცნიერთა კონგრესს. საზოგადოების გარდა, ხალხს გარდა, არც ხელისუფლების იმედი გვაქვს, არც ოპოზიციის იმედი გვაქვს და არც ეგრეთ წოდებული მეგობრები. ერთი ეგრეთ წოდებული მეგობრების უნდა გაერთიანდეს ხალხი და მეცნიერები, უნდა შეერთდნენ და საქართველოს უნდა წავიდეს ნიჭის ძალაუფლების გზით, არა ფულის უფლების გზით, როგორც დღეს არის. ნიჭის უფლების გზით. მაგრად იყავით, კარგად იყავით, დიდი მადლობა, საქართველოს და აბა მაგრად იყავით, დიდი მადლობა რომ ჩამომძამდით.